ვალერია ნავადვორსკაიელიას სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა, ესწოდება რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერს დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა. ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ვალერია ნავადვორსკაია უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოში ეს კონსტანტინე ბარავოისთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და უკვე შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, ასევე მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია პირველი კავკასიის მიერ ორგანიზებულ რგვალ მაგიდაში. მე არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვისაც უყვარს ჯილდოს დაუმსახურებლად მიიღება. მე არ ვარ ჟირინოვსკი, რომელიც ერთი ლექციის წაკითხვის გამო ითხოვს პატივს. თუმცა მე მაინც მივესალმები ამ ფაქტს, ეს მაინც სასიამოვნოა. ჩემი ლექცია ეხება იმას, თუ როგორ დავიცვათ თავი რუსეთისგან. ნამდვილი რუსები თითქმის აღარ არსებობენ, ხოლო ვინც დარჩა, მათთან კარგი იქნებოდა ურთიერთობის აღდგენა. ვალერია ნავადვორსკაიას ლექცია რა არის რუსეთი და რატომ უნდა დავიჭიროთ თავი მისგან შორს. ლექციის მერე, როგორც არის უკვე ტრადიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩვენ მას გადავცემთ, როგორც არის განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, საბჭოთა საზოგადოებების ლიბერალიზაციას და დემოკრატიზაციასთვის გადავცემთ საპატიო დოქტორის წოდებას.